შოკოლადის ნაყინი შოკოლადის ორცხობილით. ვამზადებთ ორცხობილას. დაგვჭირდება 300 გრამი ფქვილი, 150 გრამი კარაქი, კაკაო 2 სუფრის კოვზი და შაქარი 3 სუფრის კოვზი. ვამზადებთ შოკოლადის ნაყინს. დაგვჭირდება 500 მილილიტრი ნაღები, 800 მილილიტრი რძე, შაქარი 400 გრამი, 3 კვერცხის გული და კაკაო 3 სუფრის კოვზი. ფორმებში ჩასხმისას ვუმატებთ შავი შოკოლადის ნატეხებს 100 გრამს. შოკოლადის ნაყინი არის ყველაზე გემრიელი. იმიტომ რომ მე მიყვარს. გადავწყვიტე მოვამზადო შოკოლადის ნაყინი, შოკოლადის ნატეხებთან ერთად და შოკოლადის ხრაშუნად სომთან ერთად. და ჩავასხავ აი ესეთ ფორმებში. მე მგონი ძალიან მაგარი გამოვა. პირველ რიგში ვიწყებთ საბაზისო მასის მომზადებას. ანუ რძე, ნაღები, კვერცხის გულები და შაქარი. ჩავასხათ 500 მილილიტრი 35%-იანი ნაღები, ცხიმიანი ნაღები. რძე 800 მილილიტრი, შაქარი 400 გრამი. გამჭირდება 4 კვერცხის გული. მასა არ უნდა ადუღდეს, რადგანაც აიჭრება. უბრალოდ ვაცხელებთ ყველაფერს, ამიტომ სწრაფად დავუმატოთ კვერცხის გულები. გავხსნათ კვერცხის გულები. ნაყინი შეგიძლიათ მოამზადოთ კვერცხის გულის გარეშეც, მაგრამ თუ დამიჯერებთ, ბევრად უფრო გემრიელი და კიდევ უფრო მსუყე გემოექნება ნაყინს კვერცხის გულებთან ერთად. აი ეხლა უკვე შეგვიძლია დავუმატოთ კაკაო. კარგი მუქი ფერის კაკაო დაგვჭირდება. დაახლოებით 2-3 სუფრის კოვზი, გააჩნია თვითონ ფერს. გვინდა რომ მივიღოთ მუქი შოკოლადის ნაყინი. ამას პირდაპირ ჩავაციებდი და არც გავყინავდი, ისე დავლევდი. კარგად მოურიოთ მასას. კაკაო კარგად გაიხსნება და მომზადდება. შაქარიც galღვება. და დაახლოებით 2 წუთში უკვე მზად იქნება იმისთვის, რომ ჩამოვასხათ ფორმებში. შოკოლადის ნაყინის მასა მზად არის. გამოვთოთ, როგორც თქვი, სამმაგი შოკოლადის დესერტი გამოვა. ანუ შოკოლადის ნაყინი, შოკოლადის ნატეხები, რომელსაც აი ესეთ ფორმაში ძირზე ჩავყრი, რადგანაც მასა თბილია და galღვება. აი ესე. და მინდა რომ ბევრი შოკოლადი იყოს. ჩამოვასხათ უკვე ნაყინი. ბოლომდე არ უნდა ავავსოთ ფორმა, რადგანაც კიდე სომი უნდა დაეტიოს. ეს ბოლოს განახებთ როგორც. დარჩენილ მასას გადმოვასხავ და პირდაპირ გავყინავ. მივიღებ ჩვეულებრივ ძალიან გემრიელ შოკოლადის ნაყინს. ეხლა კარგად უნდა გავყინოთ ეს ნაყინი. პარალელურად მოამზადებთ ხრაშუნად სომს და შემდეგ უკვე აი ამ დარჩენილ ადგილს ამოვავსებთ ამ ხრაშუნად სომით. პირველ რიგში დაახლოებით 1 საათი, საათნახევრით უნდა შევინახოთ საყინულეში. სანამ შოკოლადის ნაყინი იყინება, მოვამზადოთ შოკოლადის ხრაშუნად სომი. დამჭირდება 300 გრამი ფქვილი, 3 სუფრის კოვზი შაქარი, კაკაო მუქი 2 სუფრის კოვზი,
ამოურიოთ ამ მასას, რომ კარგად აირიოს და გაერთიანდეს ფერი. მგონი კიდე შეიძლება კაკაოს დამატება. 2/9 სუფრის ხოვზი კაკაო. დავუმატოთ 120 გრამი კარაქი. რომელიც ხელით უნდა შეურიოთ ამ მასას, ამიტომ აუცილებელია რომ ოთახის ტემპერატურის იყოს კარაქი. დავუმატოთ 2 ცალი კვერცხი. და კარგად მოვზილოთ. ეს ცომი ცალკეც რო გამოვაცხოთ როგორც შოკოლადის ურცხობილა, უგემრიელესი გამოვა. მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა დანიშნულება ექნება. კარგად შევკრათ მასა. მივიღეთ ესეთი მუქი შოკოლადის ცომი. დაგვჭირდება გამოსაცხობი ფირფიტა. გამოსაცხობ ქაღალდთან ერთად. შემომთლიანი მიცომი არ დამჭირდეს. ამიტომ ნახევარ გუნდას გავშლი, ხელითვე გავიყვან თითონ ფორმაში, რადგანაც სილამაზეს აი ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. თავარია კარგად გამოცხოს, ისე რომ ხრაშუნა გამოვიდეს და ადვილად რომ დავფხვნათ. და ვაცხობთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 200 გრადუსზე. 15 წუთით. ველოდებით შოკოლადის ხრაშუნა ცომის გამოცხობას, ნაყინიც გაცივდება კარგად და შემდეგ ავაწყობთ დესერტს. შოკოლადის ნაყინი უკვე კარგად გაიყინა, გამაგდა ზედაპირი. ხრაშუნა ცომის გამოცხვა, გავაგრილეთ. ეხლა უნდა დავფხვნათ ეს შოკოლადის ცომი. ჩავყაროთ ჯამში. ხელით კიდევ დავფხვნათ ხრაშუნა ცომი და დავუმატოთ ოთახის ტემპერატურის რბილი კარაქი 100 გრამი. ხელით ცოტათი კიდევ უფრო გავალღოთ, რომ უფრო მოქნილი გახდეს მასა და შეურიოთ დაფხვნილ ცომს. კარაქი ამ შემთხვევაში არის შემკვრელი ამ ყველაფრის, მით უმეტეს საყინულეში ადვილად გამაგრდება და შემდეგ მარტივად ამოვა ფორმიდან. კარაქისგან და ხრაშუნა ცომისგან მოვამზადეთ აი ესეთი შეკრული წებოვანი მასა, რომელიც მარტივად წამოყვება თვითონ მუშაობაში, ნებისმიერ ფორმას მიცემ. გადმოვიტანოთ ფორმა, აქ სპეციალურად დავტოვე ადგილი იმისთვის, რომ ცომით ამოვავსო. ამოვავსოთ. კარგად, ლამაზად ამოვავსეთ ცომით. ეს იქნება ძირი. შემდეგ, როდესაც ამოვატრიალებთ, ზემოდან იქნება ცივი, გემრიელი შოკოლადის ნაყინი და ქვემოთ ხრაშუნა შოკოლადის ცომი. ეხლა შევინახოთ ისევ საყინულეში მინიმუმ 1 საათით. კარგად გაიყინა უკვე, ცომიც გაიყინა. ამოვიღოთ ეხლა ფორმიდან. ძალიან ლამაზად შეინარჩუნა ფორმა. გადმოვიტანოთ. ზემოდან კარგად ჩანს შოკოლადის ნატეხები. უნდა გავსინჯო. ყველაზე გემრიელი და ყველაზე მაგარი შოკოლადის ნაყინია. შოკოლადის ნატეხები ძალიან უხდება.